ამ hit-ით rivalry-ში მოკლედ ორი ჰოკეის მოთამაშეს მოწინააღმდეგე გუნდებიდან ერთ-ერთი ამათ შორის არის ვაჟიშვილი, უცებ ერთმანეთი მოსწონთ. სასტუმროში ხვდებიან, ეს ვაჟიშვილი ბიჭი მიყვება, მოწინააღმდეგე გუნდის ვიღაცა ჰოკეის მოთამაშეს, სპორტში რაღაცა ეს წნეხი და შიშები აქვთ. ხო. და უცებ გადაწყვეტენ, რომ სექსი აქვთ. მერე მოკლედ კიდევ ერთი სხვა წყვილია, ასევე ჰოკეის მოთამაშეა, რომელიც ბარში შედის, ვიღაც ბარმენს ბარში თუ კაფეში შედის, დაინახავს ბარისტას, ეს ბიჭი მოეწონება, მერე დეიტზე წაიყვანს და ეუბნება, რომ მეორე დღეს როცა იღვიძებენ, ეუბნება, რომ ეხლა თვითონ კი თამაშზე მიდის, მაგრამ უნდა რომ ეს ბიჭი სახლში დარჩეს და აქ დაელოდოს. და ანუ ყველაფერი მთლიანად ეს გეი გამოცდილება და ეს პერსონაჟებიც, რომლებიც თითქოს რაღაცნაირად ეს შფოთვები, წნეხები, რაღაცები უფრო მეტად უნდა იხსნებოდეს და რაღაცნაირად სიღრმე უნდა ჰქონდეთ ამ პერსონაჟებს რა. ჩემი აღქმით, რო ნახავ შეიძლება არც დამეთანხმო, მაგრამ ჩემი აღქმით მთავარი პრობლემა ეგ არის, რომ ამ შოუს შემქმნელებს ეს პერსონაჟები სულ არ აინტერესებს რა რეალურად მთავარი მუღამი რისი მიღწევაც უნდოდა შემქმნელს იყო სექსუალური მუხტი და სექსუალური მუხტია და მორჩა რა არც პერსონაჟები აინტერესებს არც მათი რეალური გამოცდილება აინტერესებს ბოლომდე რა განა ის არის რომ ანუ საერთოდ არ ჩანს ეგ ნაწილი ეგ ნაწილი ჩანს მაგრამ მთავარი დასაყრდენი არის სულ სხვა რაც მგონია ძალიან არასწორი რა